ეს ისტერიკა, რომელიც ატყდა, ალბათ უნდა ვკითხოთ, ჭორი ვინ შეაგდო თავიდანვე, მაგრამ ეს არის პირველი კანონი, რომლისთვისაც ვიბრძოდით ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. მადლობა ღმერთს მიიღეს. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ქუჩაში ცხოველების ხოცვა იქნება, ეს თავისთავად აბსურდია. არა მარტო ხოცვა არ იქნება, ცხოველის დაჭერაც კი სპეციალური მეთოდებით მოხდება, რომლებიც ტანჯვას არ აყენებენ ცხოველს. ახლა სად იყო ეს ხალხი მაშინ, როდესაც ბავშვების წინ ძაღლებს იარაღით ხოცავდნენ, ან კისერს უმტვრევდნენ მაშებით. აი მაშინ რატო არ ტყდებოდა ეს ისტერიკა? დღემდე ვერ გავიგე. ჩვენ როდისმე გვიკითხია ცხოველისთვის აინტერესებს უნდა თუ არა იმ ბრძანებების შესრულება, რომელსაც ჩვენ ვავალებთ, ასე ვთქვათ. მაგრამ ამ ბრძანებებს ეჩვევა და ასრულებს. ზუსტად მასევეა ალიკაპიც. მაგას მიჩვევა უნდა, დრო უნდა, ალიკაპი უნდა გახდეს ცხოველისთვის სასიამოვნო. ახლა მე პირადად არ მომწონს ალიკაპი, ამიტომ დიდი ძაღლი რომ მყავდეს, ვატარებდი მოკლე საბელით. აქ არჩევანია. ახალი კანონის შესაბამისად მოხდება ძაღლების ამოღება დროებით იმ ტერიტორიიდან, სტერილიზება აცრა და დაბრუნდებიან ეს სტერილიზებული ძაღლები ისევ იმ უბანში. ერთადერთი რამ მაწუხებს ამ კანონში ლაპარაკია ძაღლების სასეირნო ადგილებს. მე მეშინია რომ არ გამოვიდეს ისე როგორც ტროტუარზე პარკინგის პრობლემა გაჩნდა. აგრძალეს პარკინგი და ის დაპირებული ადგილები პარკინგისთვის არ არსებობს.